საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ქსნის საჯელახსოვრების დაწესებულება უკვე დატოვეს. მთელი დღის განმავლობაში პატიმრები ოჯახის წევრებს და ახლობლებს ურეკავდნენ და შესაძლო დარბევაზე ატყობინებდნენ. თუმცა მსჯავრდებულთა ვარაუდის საჯელახსოვრების სამინისტრო მოუარყო. ადგილზე მისულმა საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა კი ამის ალბათობა გამორიცხეს. პატიმრები პრობლემას ახალ ადმინისტრაციასა და საპატიმროში მომუშავე ექიმებში ხედავენ. მათი თქმით, ნუკრი ხუხუა მსჯავრდებულებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს და მათ არასათანადოდ ეპყრობა. ქსნის მე-15 სასჯელახსოვრების დაწესებულებაში მყოფი პატიმრები ციხის ახალი უფროსის ნუკრე ხუხუასა და მედპერსონალის გათავისუფლებას ითხოვენ. პატიმრები აცხადებენ, რომ ხუხუა წლების მანძილზე დათა ახალაიას მითითებების უშუალო შემსრულებელი იყო. ქსნის ნომერ მე-15 დაწესებულების დირექტორი ნუკრი ხუხუა არის ჯალათი, ახალაიას მოადგილე. თუ არ იქნება განთავისუფლებული სამსახურიდან დაუყოვნებლივ, ყველა პატიმარი მიმართავთ უკიდურეს ზომებს და ამოვიკერავთ პირს. ხუხუა არის ნაშა. მოადგილე იყო იმისი, რა ქვია, ბაჩო ახალაიასი და ჯალათია და თუ კი სადმე ხალხი ილახება და ესცემდა და ეს იყო ყველაფრის დავიდა თავი. ბაჩო ახალაია იყო მაშინ 24 წელს და ამანასწავლა თუ კი რა ამისი დაფლე გააკეთა ამან. მემუქრებიან ცემით, კანცერით, კრიტით, სპეცნაზით. ღელვარება ქსნის ციხესთან დილიდან დაიწყო. ადგილზე შეკრებილნი იყვნენ პატიმრების ოჯახის წევრები, რომლებიც აცხადებენ, რომ ციხეში სპეცრაზმის შეყვანა იგეგმებოდა. არ ვიცით რა ხდება, რა ბაბეიხანია უკვე აღარ დაურეკ. როდის დაგირეკათ? გუშინ საღამოზე მე კი არა და თავისი დედს დაურეკ. მაინც რა გითხრათ? სასწრაფოდ მოდით ქსანის ციხეში. რაღაცა უბედურება ხდება. დარეკა სხონდაბირეკა სახელად ის გვარი არ თქვა სუსვა დარეკა რო ჩქარა წამოდით სპეცრაზია შემოსულიო. მოგვიანებით პატიმრებმა ციხეში უფლებადამცველებისა და ოჯახის წევრების შესვლა მოითხოვეს. არავით არის სპეცნაზი შიგნით არ არის. ეხლა მე-15-ში რო გადავალთ, იქიდანაც გამოგიტანთ ინფორმაციას. არავით არის ცემა. სპეცნაზი იქ არ არის. ჯერჯერობით არავით, ამიტომ არც იქნება კიდე ჩვენც აქ ვართ, თქვენც აქ ხართ. ნახავთ რომ ვერავით არ სპეცნაზს ვერ შემოიყვანენ, არ შემოიყვანენ. სასჯელახსოვრების სამინისტრო სპეცრაზმის შეყვანის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. რა განაცხადეს საპატიმროს მონახულების შემდეგ საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა დეტალებს პირდაპირ ეთერში მალხას ჭკადუასგან შევიტყოთ. ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. მალხას მოგესალმებით კიდევ ერთხელ. თორნიკე ვიდრე გაგაცნობდეთ მათ განცხადებებს, მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 1 საათის წინ აქ მორიგი ხმაური იყო. ხმაურიანი შეხლა შემოხლა გაიმართა იმ ციხის ბადრაგებსა და უფრო სწორედ ციხის ტერიტორიაზე მომუშავე სამხედრო მოსამსახურეებს შორისა და პატიმრების მშობლებს შორის მათ სრულად შემოსულიყვნენ, დამატებით ნაკაცრულ და შემოსულიყო ტერიტორიაზე. ის უფლებას მათ არ მისცეს. შესაბამისად ამას მოყვა ხმაური. ჩვენ შეგვიძლია ეს მონაკვეთიც ვნახოთ, თუმცა კიდევ იმასაც გეტყვით, რომ აქ მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან ერთად იმყოფებოდა ადვოკატი ლალი აბციაურიც, რომელმაც თქვა ასეთი რამ, რომ ექიმები, რომლებიც მუშაობენ ამ სამკურნალო დაწესებულებაში, ციხის ტერიტორიაზე არსებულ სამკურნალო დაწესებულებაში, შეგნებულად ექცევიან არასწორად პატიმრებს, არ აწვდიან მედიკამენტებს, რაც იწვევს მათ პროტესტს. განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფები იმყოფებიან, როგორც აღმოჩნდა ლალი აბციაურის საუბრისგან და ის ითხოვს არა მარტო მათი სამკურნალო პირობების გაუმჯობესებას, არამედ ბევრი მათგანის გათავისუფლებას, რადგან არსებული ვითარება ამის საფუძველს იძლევა. ჩვენ ამ განცხადებას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. არაფერი არ ხდება ძმაო. ეხლა გამოვიდა ქალბატონი გიქრატონ შინოა. გიქრატონ ამდენმა ხალხმა. დაელოდე ისე დაელოდე და შეგვიში. მედიკამენტების, ექიმების პრობლემა აქვს და საბოტაჟი გააკეთეს ექიმებმა. პირდაპირ მინდა გითხრათ, ანუ ძველი მედპერსონალი ვინც იყო, იმათ სპეციალურად რომ ალბათ ამდომამდე მიიღო ხალხი. ეს არის მეტი არაფერი. ციხის ბუნტის დროს ხუხუა მუშაობდა, დიახ მუშაობდა ხუხუა, ამას მე ვადასტურებ, იმიტომ რომ მე თვითონ ზეპირად ვიცი ეს საქმე და ზუსტად ვიცი რომ მუშაობ. ამას მე ვადასტურებ. რაც შეეხება მონიტორინგის ჯგუფის წევრებს, ისინი დაახლოებით 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქსნის დაწესებულებებში. მათ მოინახულეს აქ არსებული ყველა საპატიმრო, მათ შორის ესაუბრნენ ნუკრი ხუხუასაც, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაენიშნა ამ დაწესებულების ხელმძღვანელად. ისინი ამბობენ, რომ ნამდვილად პრობლემა არის იმ თანამშრომლებთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან თანამდებობაზე, ეხება ეს კონტროლიორებს, ეხება ბადრაგებს, პატიმრები აშკარად ჩივიან ამ ადამიანების მიერ მათ არა ადამიანურ
მოპრობასა და თქვათ არა კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებაში. ისინი ამბობენ, რომ უნდა დაიწყოს მოკვლევა, რის საფუძველზეც უნდა დადგინდეს ნებისმიერი თანამშრომლის გადაცდომა კანონისგან და არასათანადო მოპრობა პატრიმის მიმართ. როგორც გაირკვა, ორშაბათს დაიწყებს ეს ჯგუფი უკვე მოკვლევით ხასიათის სამუშაოებს, უпростоრედ დაიწყება კონსულტაციები როგორც სამინისტროში, ასევე ადგილზე გაიცნობიან კიდევ ერთხელ სიტუაციას და თუ დადგინდა რომელიმე მათგანის დადასტურდა და რომელიმე მათგანის გადაცდომა კანონიდან აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ გთავაზობთ მონიტორინგის ჯგუფის წევრების კომენტარებს, რომლებმაც რამდენიმე წუთის წინ დატოვეს საპატიმროს ტერიტორია. ხვალინდელი დილიდან იწყება ოფიციალური მოკვლევა, ჩაერთვება არაერთი ოფიცერი, ჩაერთვება მონიტორინგის სამსახურიც და დაიწყება გამოკითხვა პატიმრებისა, რაც საფუძვლად დაედება შემდგომში სამართლო წარმოების საქმეებს. თითქმის ყველა კორპუსი მოვიარე, ყველა სართული გავესაუბრე ათასობით პატიმარს და არავითარი იქ რამე ბუნტის მაგვარი ან რამე არეულობა არ არის, აბსოლუტური სიმშვიდე, აბსოლუტური სიწყმარეა, უბრალოდ რამოდენიმე თანამშრომელი შენიშნეს, ვის დათხოვნილი იყო ესე იგი აი ამ ქსნის დაწესებულებიდან და თხოვნა იყო, რომ ისევ ესე იგი გათავისუფლდნენ ესენი. რაც შეეხება საკუთრივ თანამშრომლების საკითხს, რა თქმა უნდა, ეს უნდა დროებით ისინი უნდა იქნენ ჩამოცილებული, სანამ არ მოხდება განმუხტვა სიტუაციის. მათ მიმართ უნდა დაიწყოს მოკვლევა, ბუნებრივია ახლა. მე არ გულისხმობ, რომ დავარღვიოთ ახლა უდანაშაულობის პრეზუმპცია და დავუშვათ ერთხალის მიმართულებით. ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ სისტემა ამას ვერ გაუძლებს. მაგრამ ამავე დროს არც რეაგირების გარეშე ამ საკითხის დატოვება არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. თორემ პრინციპში ეს განცხადებები საკმარისი გახდა პატიმართა ოჯახის წევრებისთვის, რომ ციხის შიდა ტერიტორია ეზოდაეტოვებინათ, მათმა ნაწილმა დატოვა არა მარტო შიდა, არამედ გარე ტერიტორიას, თუმცა ნაწილი რჩება გარეთ ისინი, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში არ ყოფილან შიგნით და ითხოვენ შიგნით შემოსვლას, თუმცა ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დგანან დარაჯებად ციხის შესასვლელთან არ უშვებენ მათ. პრობლემა იყო ასევე ჟურნალისტების მუშაობაც აქ ტერიტორიაზე. პრობლემა შეექმნა მეცხრე გადამღების ჯგუფსაც და მაესტროს გადამღების ჯგუფსაც. ისინი არ გვაძლევდნენ საშუალებას, რომ დამატებითი ტექნიკა, რომელიც საჭიროა ჩართვისთვის ან თუნდაც ვიდეოკამერისთვის გამოსაცვლელი აპარატურა არ შემოგვეტანა. ბოლო ასეთი ინციდენტი მოხდა მაესტროს ჟურნალისტთან დაკავშირებით. მას არ მისცეს საშუალება 2 წუთით გასვლის შემდეგ შემოსულიყო და შემოიტანა დამატებითი აპარატურა. ჩვენ ამ კადრებსაც გთავაზობთ. ეს კადრები ჩვენმა მეორე გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო, რომელიც ციხის გარეთა პერიმეტრზე მუშაობს. Bicho, კარებს ხელი არ მოკიდა. ამოდი აქეთ ბიჭო, რომ დაპარტიო. თორემ დაახლოებით საათნახევრის წინ ციხის ტერიტორია დატოვეს ასევე საბრძოლო სამინისტროს მაღალჩინოსნებმა, თუმცა მათ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ ჩვენთან ჟურნალისტებთან. რაც შეეხება ვითარებას, როგორც გითხარით, გაცილებით სიმშვიდეა წინა საათებთან შედარებით, თუმცა პატიმართა ოჯახის წევრები, რომლებიც გარეთ რჩებიან, ისევ ითხოვენ შესვლას ციხის ტერიტორიაზე. რაც შეეხება ბოლო სიახლეს, ეს გახლავთ ის, რომ მონიტორინგის ჯგუფის წევრების მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის ფარგლებში აქ შემოვიდა ირმა ჭკადუა, ერთ-ერთი ადვოკატი და ერთ-ერთი სასულიერო პირი ეპისკოპოსი. ისინი როგორც წინა მონიტორინგის ჯგუფის წევრები დაათვალიერებენ საპატიმროს და მოინახულებენ პატიმრებს. მადლობა მალხას ქსნის საჯილახსოვრების დაწესებულებასთან მთელი დღის განმავლობაში მალხას ჭკადუა მუშაობდა.